ყველაფრის მიუხედავად თანახმოვარ. მაგა როგორ ხარ? კარგად. შენ? ზაროა, ბრატ. არა და თავიდან ის რო შემოვიდა, ვიფიქრე, მამაა მეთქი. არა და მერე გამახსენდა რომ მამა არ ახავს. მაგრამ აი ეს ორი რო შემოვიდნენ, არა? აი მან ვიფიქრე რომ დედი ჩვენისა ქონდა ნაჭამი. აბა ბიჭო, აბა. ბიჭო, მოიცადე, დაწყნარდი ერთი წამი და მითხარი რა მოგივიდა. ბიჭო, ტრაქტორს ვაყენებთ და ვერ გავინახე და დავარტყი რა. დავარტყი და რა იქნებ ცოცხალი რა. უბრალოდ კაცია იქ დარი. ვიცი ხამე იყო და ვერ დაინახა რა. რატო აიტეხა ეს ტრაქტორზე დაჯდომა? ვიცი, განერვულებული მოვიდა. ვიღაცას კიდე შესაძლოა ყავდა დაყენებული ტრაქტორი და იქ რა გადავაყენებ. რა ქენით მე? არაფერი ვახოს დაურეგე. მე სასწრაფოში დავურეგე. სხვანაირად არ გამოდიოდა. რა მოხდა გერო? არა, რაღაც სამსახურის ამბავი. და ვახონ რა? ვახოს რაღაც გეგმა აქვს. მე პატრული მოვიდა. შარი რა უნდა და არა ცოდოა ახლა ეგეც და ისიც როგორია კაცი მოვიდა სამსახურში და სახლში ვეღარ წავიდა ეს მაგარი განერვულებულია იწახს უნდა ჩაუждდება რა მოხდა ტატოს მოვიდა რამე ხორს მოიცა საქმის წარმოება დაიწყო კი მინდის გამოდიოდა მაგრამ დღეს ვახოს ნახავთ და იქნებ მოვიფიქროთ მე რა უჯახი ნახეთ ხო არ ჩივი არა ჩივილით არ ჩივილი ესავალ და დაველაპარაკე. ხომილი რა უნდა ზღაურეთ დასაკრძალები. საერთოდ მიაქციეთ ყურადღება რა იქნებ რამე ვალები აქვს. ვინ მოკვდა რა მოხდა გამაგებინეთ. რუსუდან რა დაგემართა ტატო დაეჯახა ვიღაცა მუშას და მოკლა კაცი რა. ვაიმე არ გამაგიშო. კარგი გავედი რა. მოკლედ ყურადღება მიაქციეთ. და გადადე დღეს თუ კი რამე გაქვს რა. მე ახოს გარეშე არაფერი გააკეთოთ და გამაგებინეთ მე ასიზად. კარგი წავე. გამაგებინეთ ასიერად რა მოხდა გერო? სუდა ხომ მოგიყევი და გითხარი უკვე რაც მოხდა ხო? ხო, მაგრამ ტატო როგორაა? ძალიან ცუდად არის იძებს უნდა ჩავშდე. ესაც უნდა და საწყალის კაცი. თავის მანქანით იყო? არა ცუდად იდგა ტრაქტორი და გადაყენება უნდა. გამარჯობა. გამარჯობა რა. აი წავედი მე რა. ჭკვიანად იყავი რა. რუსუდა რა ვიფიქრე იცი? დღეს ქათმისალათა ხო არ გავაკეთო. წინააღმდეგი ხო არ იქნები. არა, რაც გინდა ის გავაკეთო. რუსუდან ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. ხვალ იქნებ გამათავისუფლო. კი რა პრობლემაა და ხომ მშვიდობაა. კი,
უბრალოდ ჩემი ქეთი თხოვდება. მართლა? ხო. ასე უცებ? ხო, მეცაზე არ ვიყავი. ესე უცებ გადაწყვიტეს. კაია, მერე ძალიან და ბიჭი როგორია? ძალიან კარგი ბიჭია რა, ვიცი. ექიმია, ძალიან ჭკვიანი. იცი, ისრაელში მიიწვია სამუშაო და იქ მიდის. ой, რა კაია. ხო. ამიტომაც იჩქარეს ესეო. ქეთიც მიდის? ხო, აბა. მიდის და მე მტოვებს. კაი, საყვარელო, შენ მიხედე მაგ ამბებს და როცა მოიცვლი დაბრუნდი რა პრობლემაა. კარგი, დიდი მადლობა. კაი. ხოსხადარი რამდენი ხანი? მოვარა და გემართებათ. მია მოვედი. მოდი, ქეთი. მათ დაჭიქი რას მეკითხეთ? რა ხდება? საიდან დავიწყო? ნუ მოკლედ, მე რო გამიშვი მაგის მერე უკვე აღარაფერი აღარ იცის. აჰა, მოკლედ. ეს ქალბატონი რო გაუშვი სამსახურიდან და არაფრით რო არ მომისმინა, ასეთი გეგმა მქონდა. თვითონ ამბები შენ იცი. რა ამბები? ფულის გათეთრების, საბუთებზე რო გაწერინებ. ხო და მოკლედ, მოადგილეობა რო შემომთავაზა დავთანხმდი, მაგრამ უთხარი იცოდე წელში ვარ მეთქი. რა? არ გამაგიჟე მართლა? ხო. და მითხრა, მაშინ სოფო უნდა გაუშვა სამსახურიდან. ნუ რას ვიზამდე? ამდექი და გაუშვი. გახსოვს როგორი გაფრასებული ვიყავი? აი მე რა დამავიწყებს მაგას მე. მომაყოლეთ ახლა რა. ტყილად კი არ მინდოდა ამ დიტოს მოადგილეობა. მოკლედ დიტო გუშინ სამსახურიდან გაანთავისუფლეს. და რა ხდება მერე? რა ხდება და აი ეს დოკუმენტაცია ვისთანაც საჭირო იყო, იქ გავაგზავნე. აი რა. არ გამაგიჟე მართლა? შოქში ვარ. გაოცებული ვარ, გაოგნებული, არ მჯერა. გაიხარა? არ მიხარო შენ ხარ დირექტორი. მართლა? არა, მაგარია. არა, ეხლა დროებით. მომავალ არჩევნებამდე. აუ, კაი რა, მაინც მაგარია, გილოცა. დამპალი რა. ხო და ქალბატონო, როდის დაბრუნდები ახლა? თუ ისე გაგიტკბა ერაძეებთან, რომ აღარ გინდა გადაიფიქრე. ხო, გადავიფიქრებ. ო, კაი, ქეთი. მოიცა, მგონი ამასთანაც რაღაც ხდება. დიახ. მოყევი ახლა, მიდი, ნუ დაკვტანჯე. ნიკამცოლობა მხოლოდ. ესე მალე როგორ გადაწყვიტე? ისრაელში მიდის რა კონტრაქტი უნდა გაუფორმო და მეც უნდა წავყო. რა ჩამოვთ, მე ალბათ დღე პატარა ქორწილი გვექნება. აუ, რა კარგია გილოცა, ქეთი ბედნიერი. აუ, რა მაგარია. აი რა უნდა ახლა? მე რა ვიცი, ზუკატო მოვიდა, თავის საქმე გააკეთა და წავიდა. გუშინ ხო იყო, ყოველდღე უნდა იარო, შეჩე რა. შენ ეგრე უფრო დააეჭვე. მაიცა რა. ბიჭო, როგორ ხართ? ავალ გაიშარა მაგრამ. ჭოე ვაპირებთ ასწორს რა. ახლა პატრონი იყოს. დაკითხვები? არ უნდა ფიარიცის და კამერებიც არ არის დაყენებული და როგორ. მაგრამ აი საშიშია რა. შენ არაფერი გაგერკვევია? გავიგე. და არის ვარიანტი რომ ტატო არ ჩაჯდეს. ხო, რა ტიპი მთელი ღამე მაგას იტახდა რომ უნდა ჩავეჯდო, ნუ გაგიჟებულია რა. არ არის საჭირო. მოკლედ სანამ გამოძიება დაიწყება და სხვების დაკითხვები, კაცი უნდა იბაოთ იმისთან, ვინც დამშაობს აიღებს საკუთარ თავს. აუ საადგინდა ახლა იშოვნო ტიპი, რომელიც კაცის მკვლელობას აიღებს თავის თავზე. ხომ ხაც უნდა გავაძროთ რა. შენ გულით ხარ. რაღაც მოძებნა შეიძლება. ახლა რამდენს მოითხოვს ასე ხარ? მაგრამ სხვანაირად როგორ გინდა? ანუ დაბრუნ მოგწეს და ფულის დედაც მოტყან რა. არა ბიჭო, ეგ ხო. ხო, დედაც კაცი უნდა იბაოთ რა. ფულს გადავხდით, დამშაობს აღიარებს და ტატოს მაგალითაც ჩაჯდები. არა, ხო, იგი კაი ვარიანტია, მაგრამ მოტყუდებიან თვითონ. სხვა გზა არ გვაქვს. კაი და პირველი ხო არ არის რა. ნახევარჩემი უბანი ეგრეა სვაბოდაზე შეჭი. ჯო არ ვიცი რა, ვინმე სანდოკაცი გვინდა რა. ხო, გიო ეგრე იქნება, აბა როგორ გინდა, ცოტას დავამუშავებთ, დეტალებში გავარკვევთ. მაგას ვიღებ ჩემ თავზე. შენ რა სიტყვი?
ანუ ასნი ეგრე უნდა ვქნა მე ხა დატო ხო არ ჩაჯდება შეც. არა, მაგას არ ამბობ რომ დატო ჩაჯდება, მაგრამ დაგთან ხვდება. ნუ დავებაზრებით რა და რაღაცას ვიზავთ. არის ლეკავს ნომერი. ალო. ხო, გისმენთ. სად? კი ბატონო, გამოვალ და შევხვდებით. კი ბატონო. კარგი. რამე კაი ამბავია? ნახეს ერთი პიროვნება მოკლედ. წავალ ხომ დაველაპარაკები და მე თქვენ შეგექმნიარებთ. თქვენ კიდე დატოშთან მოაგვარეთ. კაი? აი, აბა დროებით ბიჭებო. აი, მაგრამ თავაუჩინც. აფერიკოტე ავად გახდა და მარტო ვარ დღეს, მთელი სამზარეულო თავზე მაყრია. მე ვერ დაგიხარები? არა, შენ როგორ უნდა დამეხმარო, დეა, ისედაც იმდენი საქმე გაქვს. დეა. ხო. ისე პრინციპში თუ შეგიძლია დამეხმარე რა. რა. ხო, გითხარი, დაგეხმარები. სად არის წინსაფარი? აი, მან დევს. ახლა. თან გოგოები მიხედავენ მაგიდას. ხო რა, მადლობა. არ იქნება პრობლემა. აუ, ნახე როგორ მიხდება ეს წინსაფარი. ძალიან ლამაზი ხარ. აი, მოდი. აბა რას მიბრძანებს შეფ მზარეული? რას და ბადრიჯანი გათალე. ბადრიჯანი გავთალო? ხო, გათალე. კარგი. უკვე ხახვი დაჭერი. არა, ბადრიჯანი მირჩენია. ბავშვო, რაც არ მეტირია, იხამატია დღეს. აუ, ვიცი რა უნდა ქნა? სურვის სათვალეებით უნდა დაჭრა. ზიზინი მაგრად უნდა მოვიჭირო. რა ხდება? კოტე ხო იცი ცუდად გახდა მანჩო და დეა მეხმარება. და დეა რატო გეხმარება? ვიღაც ხომ უნდა დამეხმაროს, მარტო ვერ აუდივარ ამდენ საქმეს. დეას თავი საქმე აქვს. მანჩო მაგიდებს გოგოები მიხედავენ. ასეთ რაღაცებს მე ვწყვეტ აქ ვინ რას მიხედავს და ვინ რას გააკეთებს. მე უნდა შემეთანხმოთ ესეთი რაღაცები. მანჩო, შენ ეხა შემოხვედი და როგორ შეგითანხმებდით? შენ უკვე დიდი ხანია აღარაფერს აღარ მითანხმებ. ვერ მივხვდი? გუშინ სად ეყავე? რო დაგირეკე საერთოდ როგორ მელაპარაკებოდი. მანჩო, იცი რა მოხდა? ჩემი შეყვარებულის დედა შემხვდა და დამპატიჟა ჩაისე. საერთოდ არ მაინტერესებს. შენ საქმეს მიხედავ. ტყუილად ეჩხუბე დეას. მე ვთხოვე დახმარება. და დეა საქმეს ვინ გააკეთებდა მე რა? შენ მოგიხერხებ რა მას. დიახ, ჩვენი აგენტი დაგელაპარაკებთ და ყველაფერს მოაგვარებთ. თქვენ როდის გნებავთ? კი ბატონო, არ არის პრობლემა. კარგით ბატონო ანზორ. კარგად ძანდებოდეთ. აუცილებლად. კარგით. მაგა გუშინ აღარ დაგელაპარაკე, თანაც კლიენტი მყავდა და წნეთ და რა ჩამოვედი, ძალიან გვიან იყო და აღარ ამობრუნდი, მაგრამ ის საქმე სახლიდან გავაკეთე, რაც მქონდა დარჩენილი. ვიცი, პირდაპირ გეტყვი, რომ არა ვარ კმაყოფილი. მარიკამ ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ ეს არ ჩენდა, არც მის აქციელს არ ამართლებს. მარიკა სხვა კლიენტთან მქონდა შეხვედრა დანიშნული და ამასთან ვეღარ გააუქმებდა უბრალოდ. ხო, მაგრამ ეს აღარ განმეორდეს. წინა დღეს ვიყავ იმ სახლში და თითქმის ყველაფერი ვიცოდა. კარგი, ვიცი, ჯერ ერთი რომ ეს შენი საქმე არ არის. მე რომ შენი საკუთარი საქმე ვერ გააკეთე. შენ კარგად იცი, ჩვენს კომპანიაში ყველას აქვს თავისი მოვალეობა და ყველა ამ მოვალეობაზე აგებს პასუხს. ეს არ ნახა დღეს რო გაგიმართლა და გაიყიდა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დროსაც ასე გაგიმართლებს. ბოდიშით, აღარ განმეორდა. კარგი, არავით არის ბოდიში. მე შენ ძალიან მომწონს ხარ, შენი მუშაობაც მომწონს. უბრალოდ ეს აღარ განმეორდეს. გპირდებით, რომ აღარ განმეორდება. ძალიან კარგი. თანაც კომპანიის იმიჯზეც უნდა ვიზრუნოთ. ძალიან ცუდია, როდესაც მარიკასნაირი გამოცდილი აგენტის შემდეგ შენაირი გამოუცდელი აგენტი ხდება კლიენტს. ამ დროს კომპანიის იმიჯი საგრძნობლად ეცემა.
კარგი, მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა, ყველაფერი გასაგებია, ხო? უი, ხვალიდელი შეხვედრა 1 საათით ადრე გადამიტანე, კარგი? კი. ხო. თუ არ გამოვა, არ არის პრობლემა, დატოვე როგორც არის. კარგი, დატოვე და ვაკავ. კარგი, რაღაც მინდა გთხოვოთ. ხო. ხოლ ცოტა ადრე რო გავიდე თუ შეიძლება. რატო პრობლემა გაქვს რამე? არა, უბრალოდ ჩემი ბავშვობის მეგობრის ნიშნობაა და მაგიტომ. კარგი, მოკლედ ის შეხვედრა თუ გადაიწია, მაშინ არ არის პრობლემა. კარგი, მაგრამ სათხარ ჩემ ამდენი ხარ. აუ ჩამეძინა რა. სვავდი? აა ცოტა დავლი. მოდეჯიქია. არ მინდა ვიდგები რა. დაჯექი რა შეჩემა იქნება რა უნდა გითხრა. არის რამე ახალი? კი, არა. ოჯახი ჩივის ხო უეჭველი? არა დატო, არავინ არ ჩივის, უბედური შემთხვევაა რა. ხა მინდა ზოგავ ვლაპარაკობდით, კომპენსაციას მივცემთ. რაღაც თანხასაც დავუნიშნავთ ხელფასის სახით და ხარჯებსაც ამონაზღაურებთ. აი, კაც მაინც ვერ გავაცოცხლებ. დაიწყე ხა, შეგიძლია მოუყევი შეჩემ. მოკლედ, ახლა რაღაცები გაარკვია. შენ ციხეს ჩარჯვა არ მოგიწევს. იდოში მომისმინე ერთანი, ვიღაცა ტიპს ვპოულობთ, ფულს უხდით და შემაგილოთ ჯდება რა. შიქ ხო არა გაქვს. რა გინდა ვერ გავიგე, ჩაჯდები აბა შენ? ჩავჯდები, ძმაო, კაცი მოუყარი. აუ დატო, არავინ არ მოგიკლავს მაო რა. უბედური შემთხვევაა თქო გეუბნები რა. თან ეხა ციხედას რო გინდა შენ? ბიჭო, აბა უდანაშაულო ადამიანი უნდა ჩაჯდეს ციხეში თო. მომისმინე ერთი წელი ბიჭო. თავისი კეთილი ნებით შენს გამო კი არ ჯდება. მიდის და ფულის გამო აკეთებს ამას ბიჭო. რა გჭირს შენ? მივა აღიარებს თავის დანაშაულს და ჩაჯდება. ფულსაც აიღებს. ბიჭო, წარმოიდგინე რომ ვიღაც უდანაშაულო კაცი ჩემ მაგილოდ ჯდება ციხეში. დატო, დაცვანდი. დატო. ის კაცი შენ გამო კი არა, ფულის გამო აკეთებს ამას. თან რაღაც სოლიდურ თანხაზეა ლაპარაკი, ისე კი არა. ანუ პროსტა ეხა ფულია საჩალიჩო რა. სადავთ. ავიღოთ თქო ჩემი კომპანიიდან და მე გადავიხდით რა. აბა ეხა ამ ხელო თანხას ადმინა რო ვიშოვე. აი, ამდენზეა ბაზარი. ნუ ეგ დღეს გვეცოდინება. სადღაც 50-60,000 მინიმუმ. კაი, სახს გავყიდი რა. მაინც არ ჩემ ფეხებად მინდა რა. მამაკ ისე მაინც არ გევასებოდა შესახებ. მოკლედ დატო გადაწყვეტილია რა. ჩვენ წავალთ ეხა ვახოს ვნახოთ. და მე იმ ტიპსაც დავაპარაკებთ. შეგიძლია იჯდები სახში და ცხვირს არ გადაყოფ გარეთ. გაიგე? აი, დავაი აბა შენც. არ მაინტერესებს, ლინზებს მოიტანთ და 1 საათში ყველაფერს ვიწყებთ. ნუ კაი ხო. ოი, ვაკო, როგორ ხარ? არა მუშაობ შენ? რავი, კარგად ზათხარ მუშაობისთვის? მისმინე საუბარი, რაღაც უნდა გითხრა. რა იყო? ეს ორი დღე ვერ ვიქნები. რატო? ჩემი დათხოვდება და უნდა დავეხმარო ჩემს რაღაცეებში. პონტია რო არ ვიყო სახში რა. ხო, რავი, წადი მეშინე რა უნდა ქნა. რეჟისორი არა ვეტყობა. არა, ჯერ არ მოსულა. მისმინე შენ თუ გაჩქარება, წადი და რეჟისორს მე დაველაპარაკები. გომართლა? ხო, რა პრობლემაა? ანაში ხო არ იქნება თქო პრობლემა. არა, არ იქნება. თან ეს დღეები მონტაჟზე აქვს სამუშაო, თან დღესაც დააგვიანდება და წადი შენ. კაი, მაშინ მეჩქარება თან. მიდი წადი, გელოდები. მაშო, ორი დღე პარტნიორი არ გეყოლება და ალბათ შენს დაისვენებ. ხო? ხო, ჩემი დათხოვდება და ვერ ვიქნები ორი დღე. ბიჭებო, ჩემ კომპიუტერს როდის გავაკეთებ? რა ხდება? რა ხდება, არიცი ხო? ოზეო. არიცი ხო? ოზეო. ჟურნალი წაიკითხე? რა ჟურნალი? ინტერვიუსაც დაიბეჭდა. გამოვიდა უკვე. ოზეო, არ მინახია რა მოხდა. რა მოხდა, ვაკო, რეები იბოდიალე. რეები იბოდია. მაშო ჩემი შეყვარებულიო და რაღაცა არა? კაი. ვაკო, ჩემთვის მაინც გეთქვა რამე რა.
რა უნდა მეთქო, მე ღადავები არ მithkoms ეგეთი რაღაც. აბა რატო დაწერეს? რა დაწერს რომ მე ვთქვი რომ მაშინ შემიშეყვარებულია თქო? ხო. ხო, მაგრამ გეუბნები რომ არ მithkoms თქო, მაგრამ ჯერ ისეთი რომც მეთქვა რა მოხდა? ხო, რამდენჯერ დაგელაპარაკე მაგ თემაზე, რომ მე და შენ მხოლოდ მეგობრები ვარ და მეტი არაფერი ვერ გაიგე? კაი, მაშინ გეუბნები რომ არ მithkoms ეგეთი რაღაცა და მოიგონ. მე გარ გამიკვირდება ეხლა. აი, წავედი მე ჩქარი. კაი. ისე რამდენი დღე არ იქნები აქ? აუ, 1-2 რა. კრასავიცა. ესე იგი, შენ სტატია ვნახე. ჯერ რა საყვარელი ხარ. მე რა ლამაზი ხარ იმ ფოტოზე, აი. ეს შეყვარებული რომ შენ. რას წამოგორებულ ხარ პედაგოგი? ტელევიზორს უყურე. საქმე გათავდა თუ რა? კაი რა დავიღალე შემეშვი. რით დაიღალე რა? გათოხნე თუ გამარგლე? საროჩკა გამიმთოვე? კი. სადაა მე? ოთახში. მე რო წაგიგდია ეგენა, წაი და გამომიტანე. კაი რა ორინა ბიჭის გადადგმაც გეზარება. რა ჩერდი მეთქი გოგო? რა გამომართე? შენ რა მასენური ხარ? არა გამოვიცვლე. მე გამოიცვალე, პოსტაზე ვდები? მივდივართ უკვე. აბა არ მივდივართ. ოღონდ ის არ ჩაიცვა, იმ დღეს რო გეცვალ, გადმოყრილი რო ქონდა ყველაფერი. კაი რა მქონდა გადმოყრილი? არ ჩაიცვა მეთქი გეუბნები. ხო და საერთოდ არ წამოვალ მაშინ. შენ თუ გონია ეხლა ხვეწნას დაგიწყებ ძალიან ცდები. ჰა ეხლა რა შვებით? აღარ გაემზადეთ? აღარ მოგბრძანდება ქალბატონი. რათა? ოღონდაც არა, თქვენ არა? მოხვალე, რა შვები? რა ვიხამოვდი სამსახურიდან შენ? კლინიკაში ვიყავი, გოგოებთან შევიარე და რაკან იყიდა კაბა? ხო, აღმოჩენე. აუ რა მაგარი ფერია, ქეთი, ძალიან მაგარია. აუ მეც მომწა. მიდი რა ჩაიცვიმა ჩვენე რა. აუ კაი, ახლა მეზარება. კაი, გთხოვ რა, ძალიან მაინტერესებს, მიდი. აი, მე კაი. აქ შევა ხო? შენ მოხდეთ? მოვიარეთ მთელი ბაზარი. დაგღალა? მატარა ყველა. აუ, ქეთი რა ლამაზია, დე! ძალიან გავგიშდი, ძალიან ლამაზია. რა მაგარია და. მართლა? შენ თვითონ ძალიან ხდება. მადლობა. კაი, გავა მე მაშინ დავიდარ. კაი, შედი და გავა. ქეთი რა ლამაზი ხარ, დედიკო. მადლობა. ძალიან გიხდება. აუ, დე რა ვიფიქრე, იცი? შენი ბეჭედი ძალიან მოხდება ამ კაბას და ვათხოვოთ. ხო დედა ვათხოვებთ. მე ხა ხوارე ჩქარება. აი, არ მინდა. აი რა, არ გინდა, იცი რომ მაგ ბეჭედზე ვეუბნები. ბავშვობაში რო ვიპარავდი და ჩუმად ვიკეთებდი. კაი რა, კაი გამოვიცვლი და უნდა გავიდე. მოიცა, ნუ სამ სურათი გადაუჭრა და უნდა გადაიღო. ხო. კაი, გასწორდეს. მოჭებით. ხო. კაი. მომიყევი რა გეხვეწები, როგორი გოგოა შენი გიორგი შეყვარებული. მე ძალიან საყვარელი გოგოა. აუ. ნუ წარმომიდგენია ესე იგი, შენ რომ მოგწონს უკვე კარგია. მართლა საყვარელია. შენ და ნახე, გაგაცნო გიორგი. იცი როგორ იყო, ესე იგი, პეწავკის შეამოიყვანა პირველად. ნუ ეხა იქ არ იყო ის სიტუაცია, რომ რაღაცა გაგვისაუბრა, მაგრამ ისეთი ძალიან ზრდილობიანი და საყვარელი თბილი გოგო არის. მერე შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. მერე დავპატიჟე კაფეში. აი იქ კი მარტო გოგოები ვიყავით და ძალიან ბევრი ვიჭორავეთ. ჩვენ როდის უნდა გაგვაცნო? რა ვიცი ახლა ალბათ ჩავარდება მომენტი. ხო დაურეკავ ახლა მოედი რა ჩემ გოგოებს უნდა შენი გაცნობაო. აი ერთად რო ვიქნებით დაგირეკავთ და მოხვალთ. კარგი. ისე იცი რა, აი ძალიან მაინტერესებს შენი რძალი. არა, ნუ რძალი ჯერ არა, სარძლო, კარგი, ხო, სარძლო. ესე იგი შენ რომ მოგეწონა რუსუდან. არა, ხო ხვდები ესე იგი რა გოგოა. და არაფერს არაპირებე? რა ვიცი, ეს ჩემი შვილი თავს იგიჟებს არაო. მე
აბა, რამე ხომ არ დაგიმატოთ, ყავა, ჩაი არ. მადლობა. ჩვენ არაფერი არ გვინდა საყვარელო, წადი ეხა და პატარძალს მიხედო. მადლობა რუსუდან. კარგი, მაშინ წავალ, ხო? გოგოებო, ნანას გოგო თხოვდება. ვაიმე, ილოცამიანიკო. მადლობა. კარგი. ნანიკო, კარგი ბიჭია. მოდი ერთი მოგვიყევი რა. და ჯექი. რა ვიცი. არა, ძალიან კარგი ბიჭია. ხო, არა. თან ექიმია და ექიმი კარგია მერე. ხო. თითო ექიმი ყველა ოჯახში უნდა იყოს აუცილებლად. და კარგი ექიმია, აი ჩვენ რო დაგვჭირდეს. არა, მართლა კარგი ექიმია. თან ახლა ისრაელში მიდის სამუშაოდ. და შენი გოგო მიყვება? ხო, მიყვება. აი ამიტომ იჩქარეს ესე. მე რა კარგია ნანა. ნანა, ერთი წუთი. უკაცრავად გოგოებო აუცილებლად. ეს კეთისთვის. ვაიმე რუსუდან, რატო წუხდებოდი, კარგი რა. არა, რა ვწუხდებოდი პირიქით, ნანა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი ყასაბამია და იმედი მაქვს, რომ ქეთის მოეწონება. არა, როგორ არ მოეწონება, უღრმესი მადლობა, მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი ძვირფასი საჩუქარი. მართლა ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასი არ არის, ხო იცი ქეთი როგორ მიყვარს. მადლობა. კარგი, ნუ მიხდი ამდენ მადლობებს. კარგი რუსუდან, მაშინ მე წავალ, კარგი? კაი, საყვარელო, წადი. კარგი. კარგად. კარგად, ნანა, აბა ბებიერა. დიდი მადლობა. მოკლედ, რა კეთილი ხარ რა. აბა, ეხლა უნდა მეჩუქებინა, ხელსარიელი ხო არ გაუშვებდი. ოჯახის წევრია ბოლოს და ბოლოს. აბა რა, თან რასაც ნანა შენ გიძლებს. ახაშე. შენ ზმობას კი სამარ ბავშვი ვერაფერს ვერ გებულობ, რას გითხო? ხო და გაანე ვერას უკეთავენ. დავიგიდოთ რა. მოგზაურობ ბატონო. ახლა რა ხდება? ახლა ეს არის სანდოქცი? შვიდად ბიჭებო. ბატონო თარები დაგვეხმარა. რაღაც არ ამგონია. აგინდა კაცო შენ რას გადამეკიდე? გამლახე, თავი გამიტეხე და მანქანას ვერ გავაკეთე მაშინ. მამას უყურე რა, ეხლა რას ვიოს ხო? ბატონო თარები, ყველაფერზე მოვაპარაკეთ რამგონი ხო? მიმაყონი ესაკუთრებოა რა. არ ვენდობი, ვერ ვენდობი ამ კაცს. ხო გითხარი, ხო გეუბნებოდი. ეხლა რა გაგიჭირდა ბიძაჩემ? ინავს კარგა. ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ჩადო ბანკში ბინა. ორ დღეში გამომაგდებენ იქიდან. იმ ბინის მეტი მე არაფერი გამაჩნია და რამე თუ არ მევიფიქრე, ცოლ-შვილი კი არა, ცოლი და შვილები დამრჩებიან ქუჩაში. მე ვერ ნახე ერთი-ორი ჩემნაირი გოინი? აი ახლა და ვივიწყოთ მამ. შენ მეგჭირდები, მე შენ. ისე რომ იცოდე შენ ჩემნაირი გაჭირვებულს მეც ვერ ნახარ. მართალს ამბობს ეს კაცი რა. ერთოში ფული თუ არ შეიტანო, ბინას კარგავს. ასე რომ ხვალო შეიძლება რომ აღიარებით ჩვენება მივაცემოთ. ხო და რაც რამე უკეთესითო? ფაზეც მოვილაპარაკეთ. რამდენი? 50000. ეგ თავიდან? თლიანად 50000-ზე შევთავაზეთ. კარგი. ისე რომ იცოდე სხვა ამ ამბავში ორმაგს გამოგართმევდა, იცი თქვენ მე რაზეც უნდა მოვაწერო. გინდა რა ეს შეყვანები რა. რასაც ითხოვ გაზლებთ იმას. ხო, კაი კაცო, დავივიწყოთ ეგ ამბავი. თქვენ ფულს მაძლევთ, მე ბჯდები ციხეში და საერთოდ აღარ შეგაწუხებთ. ხოლმე ჩაბარდეს ის რა. ხოლმე წავიყვან, მეტყვი გავყვები და დეტალებზე ვისაუბრებთ. ყურადღება მომიაცი რა. დაწყნარდა, მონებელო. შენ მომისმინე კარგად რა. იმპულს ჩაგირიცხა. მაგრამ სანამ სასამართლო არ გაიმართება, დამნაშავედ არ გსმები. ვერ აიღებ იმპულს. გასაგებია, კი. აი, მოკლედ ყველაფერზე თუ შევთავაზეთ. და ბატონი ტარელი უკვე დეტალებზე ყველაფერზე მოვილაპარაკებთ. აი, მეც მეტი აღარაფერი მაქვს ალბათ. აი, კარგად იყავით. გონით იქება. კარგად.
მაგას სხვა მოწონს კი არა, მოიგონა ეგ რა. აბა რა ხდება, მითხარ. რა ჭირს და ცოტა ხნის წინ ნახე აფთიაქთან. მე რამეს დავჯივარ აფთიაქ. ფსიქოტროპულთან. ალო? რომე მე ვარ, ტარიელი. ჩაი რიცხაფული. სუსტადაა? ო, კაი. დედა. დედა, რა გჭირს დედა? ნინო, იცოდე, შენ თუ კიდე რავეს მიქარავ, ეს ამბავი არ დამთავრდება, იცოდე კარგად. რას მივქარავ? ივონკა!